გამარჯობა. ეს საჭირო პოდკასტია, მე ანო ვარ. ეს მარიამია და ხათუნა. ხო, ეს ტიმოთეა, რომელიც არ დაგვაცდის თუ მე საკ არ დავიჯირე. საერთოდ ტიმოთე ქვია, მაგრამ რაღაცნაირად ესე გამოვიდა, რომ მუთი მე დაერქვა. ამ პოდკასტს საჭირო პოდკასტი, იმიტომ დავარქვით, რომ ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც ახალგაზრდებს ეხებათ. მათ განვითარებას, მათ პრობლემებს, მათ გამოწვევებს. და დღევანდელი პოდკასტის თემა იქნება სკოლა, რადგან სკოლაში საკმაოდ ბევრი გამოწვევაა, რომელსაც აწყდებიან სკოლის ბავშვები, მოსწავლეები. და აი მარიამი გვეტყვის თვითონ რა გამოწვევების წინაშე დგება ხოლმე სკოლაში. ხათუნა არის პედაგოგი, რომელსაც თავისი სადამრიგებლო ყავს და ყოველწამიერი გადაკვეთა აქ ამ ბავშვებთან. ალბათ ხათუნაც მოგვიყვება თავის მხრივ რა გამოწვევებს აწყდება ბავშვებთან დაკავშირებით და მგონია რომ რაღაცა საინტერესო საუბარი უნდა გამოგვივიდეს. მეც ასე მგონია. მადლობა რომ დამითმეთ დრო. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მარიამ, მოდი შენ დაიწყე და გვითხარი შენი აზრით, რა არის ისეთი საკითხი, რაც აი შენ გგონია, რომ ძალიან უყურადღებოდ რჩება სკოლას და სინამდვილეში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ მოქცეს. ჩემი აზრით, აი როგორც საგნები ისწავლება, ისე საინტერესო იქნება ისწავლებოდეს აი რელიგია, ანუ რელიგიური თვალსაზრისით. ჩემ დროს იყო რელიგია სკოლაში. ეხლა აღარ არის? ხოდია და აღარ აქცევენ ამას ყურადღებას, რაც ძალიან ცუდია დისციპლინა, ერთმანეთის პატივისცემა. კი, და მე მგონია, რომ რაღაცნაირად სკოლაში იმ დროში, რასაც ბავშვი სკოლაში ატარებს, იქ სკოლამ უნდა დააბალანსოს. იმიტომ რომ სახლში მშობელმა რაც არ უნდა უმეოროს ბავშვს, რომ აი იცი რა ესე მოიქეციან, ისე მოიქეცი, ეს სწორი არასწორია, როცა უშუალოდ ფაქტი ხდება რაღაც იქვე იმ წამს ლოკალურად, მგონია რომ სკოლა სწორად უნდა ჩაერთოს ამ ყველაფერში. ხო. თან ახლა ჩვენი ახლანდელი თაობა ძალიან სხვანაირად ფიქრობს ძველ თაობასთან შედარებით და თავიანთი პოზიცია აქვთ. უფრო სხვანაირი შეხედულებები აქვთ. თქვენი აზრით, რამდენად მართებულია შეხედულებები? სკოლაში როგორ გრძნობთ თავს? აი, კომფორტულად, თავისუფლად თუ არა? კომფორტულად, თავისუფლად ნამდვილად არა, იმიტომ რომ არის რაღაც შეზღუდვები მაინც სკოლაში. ანუ იმდენად თავისუფლად არ ხარ, როგორც აი სიტყვაზე, ანუ სახლში, ან თუნდაც სიტყვაზე ართოლში. თუნდაც კი. შეზღუდვები, ეს ანუ სკოლას აქვს რაღაც თავის წესები, ხო, რაღაც, იმიტომ რომ როდესაც ეს საჯარო სივრცე, ამდენი ბავშვი ერთად, ხო, რაღაც დისციპლინა უნდა იყოს. ხო, რაღაც არსებობს, ხო, გარკვეული რაღაც წესები, ასე თუ ისე, მაგრამ ეს წესები შეიძლება არ იყოს ზოგადად არ უნდა იყოს წესით ბავშვისთვის დამთრგუნველი, ხო? აი ხომ არ ითრგუნებით თუ რაღაც, აი რას გულისხმობთ, მე უბრალოდ მაინტერესებს ახლანდელი თაობა რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით, რომ აი რაში გრძნობთ თავს, რაღაც აი თავისუფლად თუ პირიქით რაღაც შეზღუდულად თუ დათრგუნულად. თუნდაც ტანის სამოსზე, აი ხო არის ახლა სხვადასხვა სკოლებში, რომ აი ფორმა რომ უნდა იყოს, ხო, თავისებური ფორმა ხო უნდა იყოს ყველა სკოლაში და ეგ მე არ მიმაჩნია სწორად, იმიტომ რომ ანუ შეიძლება იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც ამ დისკომფორტი ქონდეს ამ ტანის სამოსთან დაკავშირებით და არ სიამოვნებდეს, ანუ არ მოსწონდეს თავისი თავი ამ ფორმაში, ხო? და ეს რო წესად არის და ეს რო კანონად არის, რომ წესად რო არის, რომ ეს ფორმა უნდა გეწყვეტოს, ხო? აი სხვა სტილი აქვს ყველას და სხვა თვითგამოხატვის რაღაცა საშუალება. მაგრამ აი ჩემ დროს ერთი პერიოდი შემოიღეს ეს ფორმები. და მე არ გაგრძელდა რაღაცნაირად ჩაიხსნა. თუმცა მაშინ მეც ესე ვფიქრობდი, მაგრამ ეხლა იმ შობლის გადმოსახედიდან რო ვილაპარაკო, მე ყოველთვის ახალგაზრდების მხარეს ვარ და სხვა შორის ხათუნაც მე რამდენადაც საქმის კურსში ვარ, მაგრამ აი იმ შობლის გადმოსახედიდან რო ვილაპარაკო, მე ხლა ჩემი შვილი კერძო სკოლაში დადის, არ დადის საჯაროში, იქ აცვიათ ფორმები. და მაინც აი ამის მიუხედავად რომ ვიზუალურად ყველა ბავშვი გამოიყურება ერთნაირად, ამის მიუხედავად რაღაც აი ფეხსაცმელი აცვიათ სხვადასხვანაირი, ჩანთა უჭირავთ სხვადასხვანაირი და მაინც აი რაღაც სალაპარაკო ხდება, რომ აი მე ესეთი ჩანთა მაქვს და შენ რატო გაქვს უფრო იაფასიანი ან უფრო ძვირიანი ან ვა შენ რა მაგარი ჩანთა გაქვს და იმე რაღაცა ეს დიფერენცირება
მგონია რომ უფრო დიდი პრობლემაა ვიდრე ის რომ ყველას ფორმა ეცვას, იმიტომ რომ აი ხლა მაგალითად გიორგი რომელ სკოლაშიც დადის ჩემი შვილი, იქ რომ მე წარმოვიდგინო, თუნდაც თეორიულად რომ არ ეცვათ ფორმები, ეს არის საკმაოდ ძვირიანი სკოლა და აუცილებლად აი ამ სულ პატარა ბავშვებს შორის, მესამე კლასელებს შორის იქნებოდა საუბარი, რომ შენ დედა მესად გიყიდა და მესად მიყიდა და მე ეს გამომიგზავნეს და შენ ლილოში შოპინგობ, აი რაღაც აი არ ვიცი ამდენად სწორად ხსნი, მაგრამ ხო ხვდებით, ეს იქნებოდა აუცილებლად პრობლემა, იმიტომ რომ ფორმები აცვიათ და მაინც ვაწყდებით მშობლები აი ამ პრობლემას. მე ვფიქრობ, რომ იცით რა არის, აი რაღაცნაირად სკოლამ დაკარგა აკადემიურობა. აი რაღაცნაირად მე მესმის და აბსოლუტურად რასაკვირველია ახლა 27 წლის გამოცდილება მალაპარაკებს ბავშვებთან ურთიერთობის და ამ სივრცეში რაც ვიმყოფები და ყველას უნდა თავისუფლება. მე მესმის და ყველას გვესმის ეს და ძალიან მნიშვნელოვანია მართლა. ხო, უბრალოდ ცოტათი აი მე რაღაცნაირად ამასაც გონივრულად უნდა რაღაც დაბალანსება, ხო? თუმცა ეს ჩაგერთვები რომ აი თავისუფლება უნდა ასწავლო ადამიანს, იმიტომ რომ თავისუფლების აღქმა ყველა სხვადასხვანაირი გვაქვს. ვიღაცისთვის ეს თავისუფლება იმდენად უმართავ და იმდენად მისთვისვე დამაზიანებელ პროცესს ნიშნავს, რომ ალბათ თავისუფლებაც უნდა იცოდე რა არის თავისუფლება და სწორად იგრძნო ეგ შინაგანად და ეგრე მგონია. კი, და აი ამ თავისუფლების რაღაცა შეიძლება არ ვიცი გადაჭარბებულად არ გამომივიდეს, მაგრამ რაღაცა ისტერიული მოთხოვნილებად თითქოს გადაიზარდა ყველაფერში, ყველგან, მაგრამ აი პასუხისმგებლობის თუ არ არის გაჯერებული ხო ყველას გვესმის და დიახ გეთანხმები რომ აუცილებლად უნდა ვასწავლოთ და ალბათ მასწავლებლის როლი ამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ მაინც განიცდის ესეთ პატარა ასაკში ბავშვის სტრესს და ამიტომ ჩემი აზრით მასწავლებელს უნდა ქონდეს კარგი დამოკიდებულება. ანუ თბილად უნდა ექცეოდეს თავიდანვე რომ სკოლაში შემოსვლაც რო სტრესი არის, კიდე რაღაც სტრესი არ დაემატოს აი მასწავლებლის ესე ვთქვათ არასწორი მიდგომით და ასე შემდეგ. იცით რა მე მგონია რომ ახლა თავისუფლება რომ ასწავლო ჯერ თავად უნდა იყოს თავისუფალი. ხო, აი რაღაცნაირად. სწორი გაგებით. კი, რა თქმა უნდა, სწორი გაგებით. აი ეს შინაგანი თავისუფლების ხარისხი, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმით იწყება მასწავლებელი, რასაც გვია, ხო? რამხელა პასუხისმგებლობა გაკისრია, რომ სწორად მიაწოდო, ცოდნის გაზიარებასთან გვაქვს საქმე რა და აი რაღაც გაკვეთილზე თუნდაც ის დისციპლინა, რომ მოგისმინოს იმ 30 ადამიანმა ეს პირველ რიგში პროფესიონალიზმს უკავშირდება, ხომ? რაღაცა მონუსხო აუდიტორია, აიყოლიო აუდიტორია რა. მასწავლებელი უნდა იყოს მენტორია, ახლა ხო შეიძლება ყველაფერს ვერ ასწავლე, ბუნებრივია, მაგრამ ალბათ უნდა იყოს ძალიან გულწრფელი, მართალი უნდა იყოს, არა? ხო, ბავშვებთან ყოველთვის გრძნობენ გულწრფელობა. ნამდვილად ეხა ეს ზოგადი ჭეშმარიტება ყველა მიცის. ესე თეორიულად ბევრი რამ ყველამ ვიცით, მაგრამ აი რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ აი როგორ უნდა გავაკეთოთ, ეს არის მეორე მხარე, ხო? ეს ურთულესი პროცესია, რომ აქ რომ შეგეშალოს, იმიტომ რომ სულთან გაქვს საქმე. ხო, რაც შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომაც ყოფილა ასეთია რა, რაღაცა ძალიან ესე დრამატულად თუ არ გამომივა, მაგრამ ნამდვილად ბავშვობის ტრავმა ვიცით ყველა. სკოლასაც მიუყენებია, სკოლასაც მიუყენებია ნამდვილად და მე ეს ძალიან რთულად თუ სწორდება, თუ საერთოდ სწორდება, გააჩნია ადამიანის შინაგან წყობას მე. აი თქვენი აზრით, ეხლა როგორი დამოკიდებულება აქვს მასწავლებელს აი ბავშვის მიმართ, ან როგორი დამოკიდებულება უნდა ქონდეს მოსწავლის მიმართ? იცით რა არის, აი ზოგადად რო გადავხედოთ რაღაცა აი წინარე წარსულს, ყველამ კარგად ვიცით, აღზრდის სისტემა რაზე იდგა წინა საუკუნეებში, რაღაცა ეს იყო სადამსჯელო სისტემა, რაღაცა თუ გავიხსენებთ რა ვიცი მე-19 საუკუნეში ოჯახებშიც ესე იყო. ოჯახებში კი, ნამდვილად, ნუ აღზრდის მოდელი იყო სრულიად სხვაგვარია რა. მე ეს მადლობა ღმერთ შეიცვალა. მოსწავლის და მასწავლებლის ურთიერთობა უფრო გახდა უფრო გახსნილი რაღაცა ასე მგონია, ნუ თუ შევადარებთ უბრალოდ და რაღაცა უფრო თანამშრომლობითი თითქოს და რაღაცა ყველა ცდილობს დღეს რომ იყოს მოსწავლის მეგობარი, მაგრამ აი მანდაც ჩემი აზრით რაღაცა მე მიმაჩნია რომ რაღაცა ყველაფერში მაინც საჭიროა რაღაც გარკვეული ზღვარი უნდა იყოს დაცული. იყო მეგობარი არ გამორიცხავს არანაირად რომ აი მე უნდა მახსოვდეს რომ ის ჩემი შვილია.
და მას უნდა ახსოვდეს, რომ მე მისი მშობელი ვარ. კი ბატონო, ეგ ზღვარი ყველგან საჭიროა. აუცილებლად, ხო, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა, ეს მაინც ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ბავშვი არ გვიჯერებს, ან არ გვემორჩილება, მე მგონია, რომ ეს ჩვენი შეცდომების ბრალია. ჩვენ დავუშვით, იმიტომ რომ ბავშვი სუფთა, ხო, რაღაცა ყველანი სუფთანი ვიბადეთ. სხვათა შორის, მე ვიცი. და დარწმუნებული ვარ და შეეხებაც მქონია ამასთან, რომ აი ხათუნასთან ეს ბავშვები, მისი მოსწავლეები კონტაქტობენ არა როგორც პედაგოგთან და რაღაცა ძალიან ჩარჩოში, არამედ იმდენად ახლოს არიან, რომ უზიარებენ რაღაც ისეთ თავიანთ პირად მტკივნეულ თემებს, რჩევას ეკითხებიან, რაღაც ისეთ თემებს განიხილავენ მასთან, რაც შეიძლება დედასთან და ოჯახში ვერ განიხილონ. ყოფილა ესეთი სიტუაცია, სადაც ამ ბავშვს უკითხავს ხათუნასთვის, რომ აი ეხლა როგორ მოვიქცე მე, რაღაცა ესეთი პრობლემის წინაშე ვდგავარ და ეს ადამიანი მათთვის არა მხოლოდ პედაგოგი და ვთქვათ ქართულის მასწავლებელია, არამედ მეგობარიც არის, რჩევის მიმცემიც არის და ჩემი სუბიექტური და პირადი აზრი ესეთია, რომ ეს არის გამონაკლისი შემთხვევები დღეს და ძალიან იშვიათია მასწავლებლის მხრიდან ამ დოზით ჩართულობა მისი მოსწავლეების ცხოვრებაში, რომ ბავშვი ესე გაეხსნას და რაღაცნაირად თავისი გულისკარი იმდენად გაუღოს, რომ მხოლოდ ვაჟა-ფშაველაზე კი არ იმსჯელონ, არამედ რაღაცა, რაც თვითონ ბავშვს ძალიან სტკივად აწუხებს, ამაზე კითხოს აზრი და რაღაცა რჩევა მიიღოს პედაგოგისგან. მარიამ, შენგან მაინტერესებს, აი რამდენად ყავს შენ პირადად ეგეთი პედაგოგი და რამდენად ხშირია ეს ზოგადად იმ პედაგოგების მხრიდან, ვისთანაც შენ შეხება გაქვს დღეს? ზოგადად აი ჩემი აზრით, ეგ არის მასწავლებელზე დამოკიდებული, ანუ როგორი დამოკიდებულება ექნება ბავშვზე, ანუ როგორ მიუდგება, როგორ ესაუბრება, ანუ როგორ მას დაუტოვებს, ანუ გულწრფელად აინტერესებს თუ არა მისი პრობლემა. როგორ შედის კომუნიკაციაში? უსმენს თუ არა, ისე ნამდვილი არის თუ არა, ჩემი აზრით. ეს არის როგორ მიიღებს ბავშვს და კი. მე პირადად მყავს დამრიგებელი, რომელიც აი ზუსტად ეგეთი ადამიანია, რომ აი როგორც დედა ისე ყავს, აი იმდენად თბილი და საყვარელი ქალია, რომ სიტყვები არ მყოფნის. მოკითხვა დამრიგებელს ჩვენგან. მადლობა. რა პრობლემებია, რა გვაწუხებს, ანუ ყველაფერს განვიხილავთ. უზიარებთ. კი. ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ჩემი აზრით. რასაც და ხათუ, თვითონაც შენთან ძალიან ჩვენ მხარესაა და ძალიან გვიგებს, ესე ვთქვათ. ძალიან კარგი. შენთან გადმოვალ ახლა ერთი შეკითხვით. მე იგივე ფაქტიურად იგივე შეკითხვა მინდა რომ დაგისვა და მაინტერესებს აი მარიამმა მოსწავლის გადმოსახედიდან ისაუბრა ამაზე. ეხლა პედაგოგის კუთხით გითხარი, აი შენ როგორ მიაღწიე ამას შენს ბავშვებთან, რაც მე ზუსტად ვიცი რომ მიღწეული გაქვს და თუნდაც იმ ბრჭყალებში რთულად აღსაზრდელი ბავშვებიც კი ძალიან გენდობიან და რაღაცა საერთო ენა გამონახული გაქვს მათთან და აი რაზე დგას თავი კოზირი რა არის შენი რომ ამას ახერხებ ამ ბავშვებთან? დიახ, არ ვიცი, მადლობა ღმერთს, რომ თუ კი რაღაც შემაძლებინა და უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ესე იგი თავიდან, როდესაც ვიწყებდი აი სკოლაში, რომ ვიწყებდი მუშაობას, რაღაცნაირად აი ჩემს თავს ვუთხარი, ძალიან ნერვიულობდი მაშინ. და იმიტომ რომ მახსოვდა, ну, რა თქმა უნდა, ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და სხვათა შორის არასოდეს დამოვიწყებია ჩემი მოსწავლეობა, აი მე რომ ვიყავი მოსწავლე, მე რა მომწონდა, ჩემთვის რა იყო მისაღები თუ მიუღებელი და რაღაცნაირად ყოველდღიურად თუ ყოველთვის აი ეს მახსოვს, არ უნდა დამავიწყდეს. მე როგორც მოსწავლე, რომ მათი პოზიციიდან უნდა შევხედო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და იმას დავუბრუნდები, რომ ვუთხარი რაღაცნაირად ჩემს თავს ეს პირობა, რომ თუ მე ვიგრძნობდი რაღაცნაირად უპატივცემულობას ბავშვებისგან და რაღაცა არ წამოვიდოდა მოკლედ ჩვენი ურთიერთობა ვერ შედგებოდა. მე არ გავჩერდებოდი სკოლაში. ესე იგი ეს იქნებოდა რაღაცა ჩემთვის, არ ვიცი, აი რაღაცა ერთგვარი სამსახური, უბრალოდ სამსახური. აი რაღაცა შეფასება იმისა, რომ მე შევდექი თუ არა როგორც პედაგოგი, არის თუ არა ეს ჩემი ადგილი, იმიტომ რომ ხო, ნუ ხა ადამიანები განსხვავდებით და ყველგან ყველას ადგილი ნამდვილად არ არის და ეს არ დგას მხოლოდ ამბიციო, ეს ცარიელი ამბიციურობა არ შეიძლება რომ მე აქ მინდა ან რაღაცა მithumetes ეგ მატერიალი
მატერიალური რაღაცა რომ აი ხელფასის გამო თუ რაღაცის გამო არ შეიძლება ხომ და ნუ ალბათ რაც კითხვას რომ დაბობრუნდა პირველ რიგში ნამდვილად გულწრფელად მიყვარს არასოდეს არ მითამაშია და ყოველთვის ვიყავი არ მომიჩვენებია თავი რომ იცით სულ ეს რაღაც შედარება მომყავს ხოლმე რომ აი მე არა ვარ აი რომ ზივარ სადღაც ხო რაღაც მაგიდის რაღაც გამოყოფილ მაგიდასთან მე არა ვარ ვიღაც ზევსი რომელმაც აი რაღაცა ყველაფერი იცის მეც მე ყოველთვის მათ თუ შეიძლება ამას დავარქვათ რაღაცა იდუმლო ამ ურთიერთობის ალბათ ყოველთვის როგორც თანასწორი მათთან ერთად მათ გვერდით და უბრალოდ ვაჩვენებდი რომ მეც ადამიანი ვარ მაგრამ არასოდეს ზღვარით არ დაგვირღვევია აი რაღაცა ძალიან ჯანსაღი იყო ეს ყოველთვის და თვითონ ბავშვებიც მოყვებიან ნამდვილად იმიტომ რომ არასოდეს არ მომიტყუებია როდესაც ვეუბნებოდ რომ ეს ასეა და აი არაფერი არ მომითხოვია ამიტომ ასეა და ამიტომ აი რაღაც ასეთ ფორმულირებით ყოველდღე არ მეზარება არასოდეს ვილაპარაკო ავუხსნა საათები დავხარჯო შეიძლება ვიღაცამ თქვა რა სიგიჟია აი მაგალითად ერთი რთული ბიჭი რომელიც მე ძალიან მიყვარს და ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანია და მასაც ძალიან უყვარს დღეს ამერიკაშია და ჩვენ დღესაც რა თქმა უნდა მუდმივ მე ვიცი რას აკეთებს რითის უნთქავს და ასე შემდეგ და მას სჭირდება ეს რომ მჭირდები რომ მომწერს და რაღაცა მინდა კომუნიკაცია და უნდა გაგიზია რომ ხო იმედი ხო, აი რაღაც არა და ვერაფერს ვერ ვაკეთებ, მაგრამ ნუ რისი თქმა მინდა რომ აი ყველა მეუბნებოდა ეს ბავშვი რომ რაღაცა შევედი კლასში, მართლა ქვეყანას ანგრევდა შეიძლება ითქვას და რაღაცა აი არ ვიცი ძალიან რთულად დასამორჩილებელი, ყველა გაკვეთილზე ყველგან პრობლემა იყო და ასე შემდგომ. ხო, აი და ყველა მეუბნებოდა მოიშორე გაუშვი, აი მართლა გულწრფელად ვიტყვი, არასოდეს არავინ არ გამიშვია არსად და აი ყოველთვის ვცდილობდი რომ აი მებრძოლა, კი არ მიმეტოვებინა, ხელი კი არ მეკრა. აღმოგეჩინა ის რაღაც ადამიანობის და მე მას ვაჯერებდი. ვიღაცა რო ეუბნებდა, აი შენ ცუდი ხარ, საერთოდ იარლიყებს ვერ ვიტან. აი როგორ შეიძლება მიაწებო ბავშვს ის ცუდია, ის რას ნიშნავს ცუდი, კარგი? თვითონ ბავშვსაც უნდა ქონდეს კარგი დამოკიდებულება და ელემენტარული პატივს გცემდეს, ხო, არა, პატივისცემაც ვასწავლეთ. აი რაღაც აი ეს ისე წარიმართა, იცით რა იყო? უბრალოდ აი ნდობა მოვივა. ნდობა აი როდესაც არ უღალატებ როდესაც არ მოატყუებ კიდე ერთი ჯადოსნური ხერხი მაქვს ეს არის იუმორი იუმორი ისე შველის აი სიტუაციის განმუხტვა მე ნუ აი დრამატიზება მე თვითონ არ მიყვარს სიტუაციის რომ არაუშავს კარგი მოდი ახლა ვიფიქროთ და შევხედოთ მოდი ახლა სხვა მხრიდან დავუშვათ რაღაც პრობლემა გვაქვს და აი ბავშვი ნერვიულობს და რაღაცა შეიძლება ზოგჯერ რა ვიცი ისტერიკამდეც მივიდეს საქმე და ხო აი ნუ მე იმ წუთას მაშინვე მერთვება რომ ახლა უნდა ვუშველო, უნდა დავამშვიდო და სიყვარული უნდა. ნუ აი ეს ხო საერთოდ უნივერსალური რა თქმა ეს არის მთლად უპირველესი. აი ხა რაც შეეხება მარიამ განათლების ხო სკოლა არის საგანმანათლებლო დაწესებულება ყველამ ვიცით ხო? აი როგორც ესეთ განათლების თვალსაზრისით კმაყოფილი ხართ? აი იღებთ იმ განათლებას, აი ძალიან გულწრფელად მე კი ვიცი რა თქმა უნდა მე ჩემი ხედვა მაქვს, მაგრამ როგორც თქვენ როგორც მოსწავლე ხართ კმაყოფილი? ჩემი აზრი რომ დავაფიქსირო, არ ვარ კმაყოფილი, იმიტომ რომ არის ისეთი მასწავლებლის კატეგორია, სადაც აი კლასში რო შემოდის, რაღაცა რა თქმა უნდა საკითხო ნუ ეგენი, რა თქმა უნდა ეს ჩვეულებრივი წესია, მაგრამ არის რომ აი რაღაცა არაუხსნის დიდად რაღაც გაკვეთილს ანუ იმ მასალას მისცემს სიტყვას რაღაც მაგალითს და ნუ მე ზის და დიახან დავალებას და ნუ დიდად არ აქვს ისეთი ინტერესი როგორც უნდა ქონდეს მასწავლებელს. მაქვს ასევე ჩემი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ცალკე საგნები უნდა ისწავლებოდეს, აი რაზეც აბარებენ, მინდა ჩაბარება თეატრალურზე. და ის საგნები რაც მე მჭირდება, ცალკე რო იყოს დაყოფილი, რომ ისწავლებოდეს. ალბათ გარკვეული ასაკიდან, ალბათ ეს უფრო ზედა კლასებში. ხო, რაღაც საბაზისო ცოდნა ყველა სჭირდება. ცალკე როგორც ემზადები, ისე რომ ანუ ის სკოლა რო უზრუნველყოფდეს ამ სერვისს, ასე რომ ვთქვა. მე ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და ესე იგი, ნუ აი არ ვიცი, ურთულესი ამოცანის წინაშე ვდგავართ.
ესე იგი ადამიანებს უნდა ვასწავლო, გააჩნია რამდენ ხნიანია ეს ჩვენი ურთიერთობა, 1 წლიანი, 2 წლიანი. ეს კერძო მოსწავლებიც თანაც მუშაობდა. მოკლედ, აი მეტყველება, მაგალითად, წერის კულტურა და აი მან ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განვითარება. აი ეს ფიზიკა, ქიმია, მე მესმის რომ ახლა ფორმულებით არავინ არ საუბრობს და რაღაცა სკოლის მე პირადადაც სიმართლე გითხრათ, ახლა მე ჰუმანიტარი ვარ და სხვა მიმართულებით წავედი, მაგრამ იცი რა რაღაცა თავის რაღაც გარკვეული დოზით ყველაფერი რაღაცას გარკვეულ ბაზას უქმნის ადამიანს. იმიტომ რომ როდესაც უნდა იმსჯელო რაღაც ამა თუ იმ საკითხზე, ელემენტარული წარმოდგენა რაღაცა წარმოდგენა უნდა გქონდეს, კი ბატონო. მე ვამბობ ხოლმე ხუმრობ, მე მიწევს რომ ავუხსნა რაღაც ერთი საკითხი, იცით რამდენ რაღაც, აი ტექსტს რომ ვკითხულობთ, ვიწყებთ ტექსტზე მუშაობას, განხილვას, ელემენტარული საბაზისო ცოდნა არ არის. მაგალითად გეოგრაფიულად მე ხაზა რუკებს. ხო, თუ ის არ იცის, სად იყო ტაოკლარჯეთი? აი მაგდა აბო თბილელმა თბილისი რომ დატოვა, გაიარა გარკვეული მარშრუტია იქ მოცემული, ესე იგი თბილისიდან გადავიდა, ჯერ დარიალის ხეობით დატოვა საქართველო, მერე წავიდა ხაზარეთში, მე ვუხსნე რომ ხაზარეთი აღარ არსებობს და სად მდებარეობდა, კასპიის ზღვას რო ვახსენებ, არის წარმოდგენა არ აქვს სად არის. მერე ვუხსნი ვუხაზავ, რა თქმა უნდა ჩემი წირი სამხატვრო მონაცემებით, მაგრამ თამარია ვაგებინებ და მე აი გავარ და ჯერ ვიწყებ ამითი რომ თუნდაც გეოგრაფიული არეალი რომ გაიგოს ადამიანმა საწავიდა რამდენად დიდი დრო დახარჯა მოგზაურობაში ან რატომ დახარჯა ან იქ მე უფრო მნიშვნელოვანზე რომ ბმაშია ყველაფერი კი არ მოგცემ შედეგს ისტორიაზე ოფიციალურად უკავშირდება ყველანაირად ყველაზე ახლოს ახლა ეპოქის გარეშე ვერაფრით ვერ გაიაზრებ ხომ რაღაც იქ პერსონა ეპოქალური ღირებულებები ხომ უნდა ასწავლო ილაპარაკო ამაზე და მოკლედ აი არ ვიცი ყველაფრის ბიოლოგიას იქ რაღაც სიტყვა რომ არის წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს და რაღაც ბიოლოგია ქიმია აი რამდენადაც შესაძლებელია რაღაც საბაზისო ცოდნა საჭიროა კი მაგრამ გეთანხმები აბსოლუტურად რომ მე-10 კლასიდან აი ბოლოსკენ უკვე მე-11 ხო აუცილებლად დიფერენციაცია მეც მომხრევა აუცილებლად ადამიანი უნდა აირჩიოს ნამდვილად მე თუ მართლა აღარ ის საბაზისო და ცადოს ელემენტარულად ხო რატომ უნდა დახარჯოს ის რესურსი დრო თუ რაღაცა ნერვები რაღაცა როცა შეიძლება უფრო პროდუქტიული იყოს ხო ის მიმართულებით განვითარდეს რომელიც მას აინტერესებს ან დავეხმაროთ სკოლა ჩემი აზრით უნდა ეხმარებოდეს ბავშვს თუნდაც პროფესიული რაღაც არჩევანის გაკეთებაში ვისურვებდი რომ ბევრი რომ უნდა იყოს და ვისურვებდი რომ ალბათ უნდა იყოს სხვაგვარად ჩემი აზრით მომავლის სკოლა არ ვიცი უამრავი რეფორმა უამრავი რაღაც მაგრამ შედეგი აი არასდროს მიყვართ ახლაც ვერ ვიტან, აი რაღაც აი ქაღალდომანია, აი ეს ჟურნალი, ეს რაღაც გეგმები, აი თუ შეიძლება ასე ითქვას, ალბათ ყოველთვის ვიყავი ოროსანი მასწავლებელი. აი რაღაცა აი ამ გეგმები მასწავლებლებშიც იწერება ქულები. ხო, აი ამას, რომ აი ეს გეგმაზომიერება და აი მithumetes მე ლიტერატორი როგორ შეიძლება ჩარჩოებში მე თვითონ თუ ვარ აქედან აქამდე და არასდროს მაინტერესებდა მაპატეთ ხა ჩემს თავზე გავაგრძელებ ლაპარაკი, მაგრამ მგონია რომ ეს სკოლას უკავშირდება. აი რაღაცა ჩვენ დიდ დროს ვუთმობთ აქ რაღაც გეგმების შედგენას, ვიდრე უფრო რეალურ პრობლემებს ზრუნვას.